საუკეთესო არჩევანი, როცა რეიტინგული არხები გჭირდება. დაგვიკავშირდი ნომერზე 032 205 12 12. ჩაერთ Excel-ში სრულიად უფასოდ. Digital TV. შენთვის შექმნილი მაუწყებლობა. მოგესალმებით. ეთერში არის საკრებულოს ამბები, ყოველ მეორე პარასკევს, რაც უკვე ტრადიციულად და სადაც ჩვენ განვიხილავთ თუ რა ხდებოდა ხნის განმავლობაში თბილისის საკრებულოში და არა მარტო თბილისის საკრებულოში. დღეს ჩვენი ცენტრალური თემა თბილისი იქნება და ჩვენი წლის ბოლო გადაცემა იქნება, როდესაც იქნება ის იქნება ალბათ ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ უკვე შემდეგ კვირას არის სხვა რეგიონებში დაგეგმილი, რომ ბიუჯეტის დაკორექტირებული ვარიანტი თავიდან შეიტანონ მერიებმა და შესაბამისად ეს განსახილველი თემა იქნება. ხოლო რაც შეეხება თბილისში გუშინ მერიამ უკვე შემოიტანა დაკორექტირებული ასე ვთქვათ ბიუჯეტი და შესაბამისად პირველი ჩვენი თემა ეს იქნება და ამით გავხსნით საუბარს. თბილისში ყველაზე მალე ქნეს ეს ამბავი იმ მუნიციპალიტეტებს შორის სადაც ჩვენ გვყავს წარმომადგენელი და მოკლედ დავიწყოთ თბილისის ბიუჯეტის განხილვით და ჩვენი სტუმარიც რა თქმა უნდა არის ჩვენი საკრებულოს წევრი თბილისში დავით ფანჯაკიძე და განვიხილავთ ერთად არა მარტო ამ ამბავს, მაგრამ გახსნილი თემა იყოს ბიუჯეტი. სალამი ბატონო დავით. გამარჯობა. როგორ გიკითხოთ, იმედია კარგად ხართ. მადლობა მივესალმებით ჩვენ მაყურებელს. და რავი, გუშინ მერიამ მოკლედ გვაღირსა და დაგვაწია ბიუჯეტი დაკორექტირებული და მოგვილოცეს, რომ 110 მილიონი ლარით არის გაზრდილი წინა ვერსიასთან შედარებით ჩვენი ბიუჯეტი. მადლობა ცენტრალურ ბიუჯეტს და ცენტრალურ მთავრობას. მოკლედ ეს 110 მილიონი არის, რა თქმა უნდა, რომ ტრანში. დავიმსახურეთ. და შესაბამისად როგორც ის იყო მოთხოვნილი, მაშინ რა ვთქვით, ვითომ ოპოზიციონერები რო არიან რო ქონდათ ევროპელ სოციალისტურ ხალხის ძალას რო ქონდა მოთხოვნილი ბიუჯეტის დაკორექტირების ასე ვთქვათ ვერსიები რა, რო ხარჯი იქნებ გაზარდოთ იმაზე რა ქვია ტრანსპორტზე, იქნებ გაზარდოთ ინფრასტრუქტურაზე და ასე შემდეგ. გაითვალისწინეს? ხო, ასე თუ ისე გათვალისწინებული არის მაგალითად სიტყვაზე თუ სწორედ მახსოვს 470 მილიონი იყო სუბსიდირება, 470 მილიონი იყო სუბსიდირება მაგალითად ტრანსპორტის. ახლა იქნება 20 მილიონით მეტი, 485. მოსალოდნელი იყო. კი ბატონო. და მოკლედ ესეთი მცირე რაღაცები არის შესული, მაგრამ თვისობრივად დიდად არაფერი არ არის შეცვლილი რა, ანუ რაღაცაი შერასელოდებოდი. არ ვიცი, ხო, მე თვისობრივ ნაწილში ფიქრობდი, რომ გარღვევა იქნებოდა. ხო, რავი, ანუ უბრალოდ რაც უფრო დრო გადის, უფრო ჩემი ესე თქვა წარმოდგენები უფრო ვიწროვდება რა, ანუ მოლოდინები ზოგადად ამ ხალხთან დაკავშირებით და თვალშორის ესეთი კაი ის არის რა, ყველას მოგესალმებათ, რომ ბიუჯეტი ხარჯება მათ შორის სიპებზე, აიპებზე არა მარტო მერიის დეპარტამენტებზე, არამედ თბილისის მერია ბევრ ამას აფინანსებს და რამოდენიმე საინტერესო ვარიანტი ვნახოთ, მოდი განვიხილოთ. ყველა მისით ზოოპარკი, თბილისის ზოოლოგიური პარკი, რომელიც არც ისე კაი მდგომარეობაში არის, თურმე 13.1 მილიონი გვიჭდება მაგის შენახვა წელიწადში. რაც ზოოპარკის ალბათ ბევრი არ არის, მაგრამ პრობლემა არის ის, რომ აი ამ 13 მილიონიდან მარტო 1,30,000 არის თავისი ამონაკები. ანუ თავისი გაყიდული ბილეთებით მიღებული შემოსავალი, ხოლო დანარჩენი 12 მილიონი ის არის სუბსიდირება. ბოლოს როდის იყავი ზოოპარკში. მე შაშეს ბავშვები პატარები რო იყვნენ, ხშირად სტუმრობდი ზოოპარკს, დამყავდა ბავშვები. მაგრამ ხო, ალბათ დიდი ხანი არ ყოფილა რა. ზოგადად ეს შეიძლება ესე წარმოვიდგინოთ რა, რომ ადამიანები ხო ფულს იხდიან იმაში, რაც უნდათ მოწონთ და რაღაცა უნდა მიიზიდოს, ხო, რომ ადამიანს გაუჩნდეს რაღაც სერვისში ფულის გადახდის სურვილი. ეტყობა ჩვენი ზოოპარკი ასეთ პროდუქტს ვესთავაზობს და
ადამიანები არ იხდიან და იმისათვის რა ვიცი ბავშვებს ანახონ ზოოპარკი ამისთვის არის სუბსიდირებული. ბავშვები მაინც მშობლები არ იხდიან ამაში ფულს, მოდი ესე ვთქვათ რა. მშობლები არ იხდიან, არ უნდა გადაიხადონ იმაში ფული, რომ ბავშვები შეიყვანონ ზოოპარკში. ალბათ ზოოპარკი ისეთი გვაქვს ჩვენ, რომ არ არის ისეთი, როგორც მაგალითად ზოგ ევროპულ ქვეყანაში ან იგივე არაბულ სამყაროში, სადაც იქ იმ ზოოპარკში მისვლას პირიქით გეგმავ, შენ როცა ტურისტი ხარ და მიდიხარ ესეთ ქვეყანაში, შენ გეგმავ ზოოპარკში ვიზიტს, ისრაელში ასევე საკმაოდ ისეთი სანახაობრივი ზოოპარკი, სადაც რა ვიცი, წინასწარ ყიდულობ ბილეთებს რიგ შეხვიდე და ამაში იხდი საფასურს და მე საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ ჩვენი ზოოპარკი საერთოდ არ არის მიმზიდველი ტურისტებისთვის და იქ ისინი ალბათ არც მიდიან რა. ახლა რატო როგორ და რანაირად ეს ეგ განსაჯოს ჩვენო მსმენელმა და მაყურებელმა. ეგ ისიც არის პირადად მე რო გითხრათ მე ზოგადად ზოოპარკი ან ჩვენი არა, მაგრამ ზოგადად ზოოპარკი მიყვარს და თუ კი რაღაც უცხოეთ ჩავდივარ, სულ უფრო საერთოდ ჩავდივარ იქაური ზოოპარკი ყოველთვის ვნახო ხოლმე ერთ-ერთი ის არის, მაგრამ აი ჩემი აზრით აი სახელმწიფოს საკუთრებაში რო არის არასაბაზრო ფასიც არის, იმიტომ რომ ძალიან იაფია ზოოპარკში შესვლა რა. რავი, რამოდენიმე ლარი იღებს 5 ლარი თუ რაღაც აი მე მგონი არც მაგდენ, მაგის მე დიხანა ხო შეიძლება გაიზარდა. მაგრამ კატეგორია მაგალითად პატარა ბავშვები საერთოდ უცხოდ შედიან, ის სკოლის მოსწავლეებს იაფად აქვს, სტუდენტებს და ასე შემდეგ რა. და აშკარად უფრო დაბალი ფასია ვიდრე საბაზრო, იმიტომ რომ ზოოპარკის ნახვა ზვირიღებს, მაგალითად ბერლინში რო ზოოპარკი ნახო, უნდა გადაიხადოთ 40 евро ალბათ შესვლაში რა. ისიც რაღაცებს არ განახებენ, ანუ სრული პაკეტი უფრო ზვირიღებს ვიდრე 40 евро რა. და ნუ იქ რო შეხვალთ, ნახავთ რომ რავი, თულად არ გადაგიხდიათ ეს 40 евро რა. და აქაც მგონია რომ კერძო კომპანიის საკუთრებაში იყოს, ბევრად მაღალი იქნება ფასი და ალბათ პირობებიც უკეთესი იქნება იქ ცხოველებისთვისაც რა. და უბრალოდ აი ამაში ახლა არ შედის ახალ ზოოპარკს რო აშენებენ თბილისის ზღვასთან უნდათ ახალი ზოოპარკის გაკეთება რა. ჯერჯერობით იქ არ არის ზოოპარკი გადასული, მაგრამ იმის ხარჯები აქ არ შედის რა, მოკლედ. იმას კიდე სხვა ფონდების დაფინანსებით. რამდენი წელიწადი ის მისე გამბავი, რომ იქ ზოოპარკი უნდა გადავიდეს. ის რომ მოხდა ხო დატბორო ხო? წყალდიდობა რომ მოხდა და დატბორო არა, სხვა შორის მაგის მერე ჩვენი ზოოპარკს ცუდად წაუვიდა საქმე რა. აი მაგის მერე სულ 10 წელია უკვე ისმის ხმა, რომ იქ ზოოპარკი უნდა გადაიტანონ და სამწუხაროდ ჯერჯერობით ვერ ქნეს ეს ამბავი. გარდა ზოოპარკისა, ეთქვა კოლევის სტადიაში ვართ. კი, კვლევის სტადიაში არიან თქვენი კოლეგები იყვნენ 1-2 კვირის წინ მოინახულეს იქ. როგორ მიმდინარეობდა სამშენებლო სამუშაოები, მაგრამ ხო რავი, სივრცე ალბათ უკეთესი იქნება, ნახოთ რას გააკეთებენ. და კიდე ერთი ესეთი არის ბოტანიკური ბაღი, ყველა ვიცით. სხვა შორის უფრო იაფი გვიჯდება ვიდრე ზოოპარკი, პრინციპში ლოგიკურია, 8,75,000-ია გამოყოფილი და მხოლოდ 5 მილიონზე ცოტა მეტი უწევს ბიუჯეტიდან მოკლედ დაფინანსება. 3,200,000 საგენერი, ანუ უფრო მეტ საგენერირებს. ალბათ იჯარებიც იქნება, რაღაცები იქნება. მაგრამ ყოველ შემთხვევაში 3-ჯერ მეტ საგენერირებს ვიდრე ზოოპარკი. არა და ჩემი აზრით ზოოპარკში მისვლა უფრო სანახაობრივია ვიდრე ბოტანიკურ ბაღში. ახლა მაგრამ ალბათ შემოსავლების ნაწილი ეგ არ იქნება ვიზიტორებს გადასახდელები, ჩემი აზრით, არ ვიცი, ეგ ჩასახედია, მე ჩასაშლელია. ახლა იქ ჩვენ კომისიებში ალბათ არ განიხილება ესე ჩაშლა, მაგრამ ზოგადად მე მგონია, რომ იქ ალბათ უფრო აქტივების გაქირავებით რაღაცით არის დაგენერირებული ეგ. კი, მახლობლად ბევრი მიწა არის όμως. კი, შეიძლება რაღაც კაფეტერები იყოს, რაღაცები იყოს, არ ვიცი ზუსტად. მაგრამ შეიძლება ასეთ განსხვავებული სახის შემოსავლები გქონდეს. ხო, ანუ ეს ხალხმა კარგად იცის, მაგრამ აქ კიდევ აი ძალიან ბევრი CP, IP რაღაც სოციალური უზრუნველყოფის სააგენტოდან დაწყებული, თურმე იმდენ ამაში ვიხდით ფულს, რაშიც წარმოდგენაც არ მქონდა რა. რავი, აი მაგალითად ხელოვნების სკოლებს ვაფინანსებთ. თბილისში არის ხელოვნების სკოლა, საირმეზე ერთი და ასე მუსიკალურ სკოლებს. აი მაგალითად ნომერი 29 ბაგა ბაღს აქვს 1,295,000 ლარი გამოყოფილი წელს. ნუ დაწყებითი სკოლამდელი განათლება მთლიანად რო იცოდეთ ადგილობრივი ხელისუფლების იმაზეა, პრეროგატივა არის და ამიტომ ისინი კურირებენ და შესაბამისად სამინისტროზე მეც მერია იხდის რა შენობების შენახვაში და ასე შემდეგ.
უბრალოდ ძალიან ბევრი ისეთი არა არაგონიურული ხარჯი რა, რომ იფიქრებ, რომ აი რაში გვინდა რა, რატო არ შეიძლება ხელოვნების სკოლა თავისთავად შეინახოს და 9 მილიონი ლარი რატო უნდა გვიჯდებოდეს მაგის, ასე ვთქვათ, შენახვა. ასევე თეატრების სხვათა შორის არ მეგონა, რაღაცები კერძო მეგონა, სამეფო უბნის თეატრი მათ შორის და ნუ მოკლედ. ახალგაზრდების ეროვნული სასახლე გასაგებია აგერ რომ ვერა და ვერა. არა გაარემონტეს. ხო, მაშინ ბავშვები მოძრაობენ 4,26,000-ით არის განსაზღვრული დაფინანსება და ჯამში 5,9 მილიონი ლარი აქვთ რა. ნუ დანარჩენი 1,200,000 ამონაგები არის იქიდან რა. შენობის ექსპლუატაციიდან. ჩვენ უფრო ღრმად რო გავერკვევთ დროთა განმავლობაში გვექნება მაგის საშუალება, მათ შორის თბილისში დავაკვირდებით ამას. და რაღაცნაირად გვინდა რომ შევხედოთ ესეთ მათემატიკურ ჭრილში მთელი ამბავი რაში მდგომარეობს, რომ სერვისები, ანუ სახელმწიფო მუნიციპალიტეტი რაღაც სერვისებს ადამიანებს, მოქალაქეებს თავაზობს, ბჭყალებში უფასოდ. ჩვენ გვესმის რომ უფასო აფერი არ არის. და მეორეს კუთხით იმისათვის რომ ეს დაასუბსიდიროს იმისათვის რომ დაასუბსიდიროს ადამიანებისთვის, ამ ადამიანებსვე ართმევს ამ ფულს, პარსავს რაც გინდა ის დაარქვი, მაგრამ ეს ხო ბიუჯეტში თანხები შემოდის ადამიანების დაბეგრვის შედეგად. თავის არავინ არ უყვაძლევს, არავინ არ უჩვენის, ხო? ხო და აი აქ რაღაც ესეთ кейსებზე ალბათ უნდა ავაგოთ რაღაც მოდელი, აი რამდენი ადამიანი სარგებლობს სიტყვაზე აი ამ სერვისით და იმისათვის რომ ეს სერვისი შევთავაზოთ ამ ადამიანებს, ამ ვიწრო ჯგუფს, რამდენი ადამიანი იბეგრება და რამდენით. აი მათ შორის რა ვიცი, თბილისელებს რამდენი უჯდება 1,300,000 თბილისელს, რამდენი უჯდება ხელოვნების სკოლის დაფინანსება, რომლითაც სარგებლობს 50 ადამიანი, 100 ადამიანი, არ ვიცი რაც იქნება რა. და აი ესე შევხედოთ რა და რა ვიცი, სწორია ეს? ხო, არა, აი მაგალითად აი იქნება ჯობი არ წავართოთ ამ 1,300,000 ადამიანს ეს ფული და რო დარჩება, ვისაც მოუნდება, იმან გადაიხადოს, ხო? და აი ამ შუამავლობაში გუშინ ვილაპარაკობდით რა ამაზე. ამ კოლოსალურ თანხას ვიხდით მასში, რომ აი ეს შუამავალი რგოლი ბიუროკრატიის სახით გვაქვს აი ამ სერვისების შესაქმნელად რა. და ეს გვიჯდება წელიწადში 8 მილიარდი ლარი საშუალოდ მხოლოდ ხელფასის სახით და დაახლოებით 1-2 ხო? არა, ხო, საქართველოში 8 მილიარდი გვიჯდება ეს ბიუროკრატია და პლუს მე ამის შენახვა და ის რა ვქია, უზრუნველყოფა რა, რომ ამ 320,000 ადამიანს კაცოს ამუშავო ადგილი უნდა, შუქი უნდა, გათბობა უნდა, კომუნალური ხარჯი, ბენზინი უნდა, მანქანა, ისა ესა და ეს ყველაფერი ჯამში ალბათ 10 მილიარდ ლარსაც აცდება რა და მე კაცო უნდა დავფიქრდეთ რომ აი ამას ვიგონებთ, ეს იქნება იმისათვის რომ აი ამ ტიპის გადანაწილება მოხდეს რა, ანუ ამოვაცალოთ 1,300,000 ადამიანს რაღაცა, იმ თავისთვის წარმოდის და რაღაც კონკრეტული ჯგუფს შევუქმნათ, რაღაც უკეთესი პირობა დავასუბსიდიროთ. რა ვიცი, იმას რომ დარჩება და რა მოაცლი. თუ მომდება აი ბავშვის მიიყვანენ ხელოვნების სკოლაში, რომ მიიყვანს კაცო და გადაიხდეს იმ ფულს. თუ არ ექნება ჯიბიდან ამოცლილი. ხო და აი ეს რაღაცნაირად უკვე რაღაც სისტემური პრობლემა, რომელიც ადამიანის თავშიც გამჯდარია, რომ ესე უნდა იყოს, იმიტომ რომ ადამიანებს გონიათ, რომ ის უფასო ვიღაცის ხარჯზეა და არც კი უშვებენ, რომ მათი ჯიბიდანაც ამოდის ამისათვის ფული. ხო, არა, ანუ უფასო არაფერი არ არის რა. აი მაგალითად აი სრულად უაზრო, ახვლედიანი სახელობის ბავშვთა სურათების გალერეა. ესეთი რაღაც ორგანიზაცია არის, სადაც გამოფენები ტარდება. 223,000 ლარს გადაუხდის მერია 2026-ში. ამას. აი ხა მაგის ანატომია როგორი იქნება? მე არ ვიცი, პირველად მესმის ეგ, მაგრამ აი დაახლოებით 99% დარწმუნებული ვარ, რომ ადამიანი, რომელიც იდეაც არის ეს, ალბათ რა ვიცი, რკინის ქალამნებით დადიოდა თავის დროზე. ხო, დადიოდა ამ სახელმწიფო სტრუქტურებში, იძახდა, მე ესეთი იდეა მაქვს, უნდა გავაკეთო ხელოვნების რაღაც გალერეა რაღაცა და დამაფინანსო. იარა, იმას თქო, ამას თქო, იმან უშუალოდ გოლა და საბოლოოდ დაალაგა.
დაალაგა ის რომ რა ვიცი მიუჯეთ აქ მაგის საშუალება რა ვიცი გამოყო წელიწადში 200,000 ლარი რაღაცნაირად ვიღაცამ დაიწერა ისა რა ქვია ქულა რომ რაღაც კაი საქმე გაკეთდა რა და ამ 200,000 ლარით რა ხო ალბათ შეიძლება ხელმძღვანელია მენეჯერია თანამშრომლები რაღაც რამდენიმე კაცი არის ბედნიერად რა აუ კიდე სავარაუდოდ ისინი ბედნიერები არიან ვისაც დაყავთ ბავშვები რა და ну რა ვიცი აი ესე რომ წარმოედგინოთ რომ რა ვიცი რამდენი იდეა გაგიჩნდება თქვენ რომ რაღაცა ეგეთი სერვისი გააკეთოთ და მიხვილეთ სახელმწიფოს უთხრობთ ეს გავაკეთოთ ხო კარგი ამბავია რატო არ უნდა მოასვენოთ უფასოდ ჭყალებში უფასოდ მუსიკა ხალხს უფრო სასაცილოს თბილისის მერიას თურმე ყოლეს საკონცერტო ორკესტრი ბიგ ბენდი ესე ქვია და მილიონს უხდიან წელიწადში არ ეკუთვნის რა ისეთი ორკესტრი არის წელიწადში მილიონად არ ვიცი. ნუ არის რაღაც ხარჯები ხმალთად საზოგადო მოღვაწეთა თბილისის პანთეონს რო სიტყვაზე რაღაც მოვლა ჭირდება მაგას არავინ არაფერს არ ამბობს რა, მაგრამ არის რაღაც ხარჯები ხა ჩვენ რაც წავიკითხეთ რომ აი საერთოდ რატო აქვს სახელმწიფოს ეგ სერვისი და მერიას კონკრეტულად ეს არის რაღაც ვიწრო ინტერესების მატარებელი ჯგუფები, რომლებსაც გონიათ რომ ისინი კარგ საქმეს აკეთებენ, მაგრამ ისინი რომ კარგ საქმეს აკეთებდნენ, ისეც რომელიც ხალხს უნდა, ხალხი ამაში გადაიხდი და ფულს. ხალხი ამაში ფულს არ იხდის და მიდიან და სახელმწიფოს ძიძგნიან რომ სახელმწიფოს რა მიდიან და ხო ხელისუფლებასთან ცდილობენ რაღაცა მანქანები დაალაგონ ეს ამბავი რომ აი ამ თავისი იდეის თუ თავისი საქმისათვის გამოძუძღნონ ფინანსური რესურსი. სინამდვილეში ამას სხვანაირად თქვია რა ვიცი წადე ახლა ეს თოფიანი კაცი გაუშვი დააყაჩაღე ის მოიტანა ფული რომ ეს გავაკეთო. აი ესეა მარტივად ესე არის. ხო და ესე უამრავ კაი რამეს მოვიფიქრებთ ახლა ჩვენ, რომელიც ჩვენი შეხედულებით, თქვენი შეხედულებითაც იქნება ძალიან კარგი. შეიძლება, მაგრამ თქვენ ამაში ფული არ გადაიხადოთ. არავინ ამაში ფული არ გადაიხადოს. მე მაინც გავაკეთებ, იმიტომ რომ რა ვიცი, მივალ ვიღაცას ვეთქვი რომ მოდი, გავაკეთებ რა. ხო, კაი რაღაცა. შენ ჩაგეწერებ, რა გაგაშუქებ, რა მოხალ გახსნაზე ლენტას გაჭრე. რაღაცა ისე ეს და წელიწადში 200,000 შენ შეაფერი არა, ჩემს რა ვიცი 200,000 გაყავი 12-ზე. არც ისე ცუდია 2,000 ლარის საშუალო ხელფასის კვალობას, ხო მასია? რამდენიმე კაცი შეინახავს ეს საქმე და რა ვიცი, არის ვიღაცა ბავშვები მივლენ, გაერთობიან, რაღაცა იქნება უფასოა ის არის, არის. ხო რა და თან ყველაზე ისეთია რომ ანუ ესეთი რაღაცების რომ სახელმწიფოს პატრონაჟის ქვეშ უნდა იყოს ან კიდე თუნდაც საკრებულოსის ფუნქცია რაც ეს შემდეგზე ვისაუბროთ აი 14 კვადრატული მეტრის იჯარას რო წვეთ რა ანუ ყველაზე ირონიული არის ის რომ თავის დროზე ეს ასოცირების ხელშეკრულება რო იყო და რაღაც ევროპის იმაში თვითმმართველობის იმის ქარტიისთვის ყავს ხელი მოწერილი ასე ევროპის ქალაქების რაღაც თვითმმართველობის გაერთიანება აი რაღაც აი ყველა ეს რეგულაციები ირონიული არის ის რომ ევროპის სახელით კეთდება და ეს ამას იმიტომ აკეთებთ რომ ევროპაში წავიდეთ და აი ხა ევროპაშიც არ მივდივართ და ეს რეგულაციები შეგვრჩა და არათუ შეგვრჩა გვიმატებენ ზევიდან და არგუმენტი არის იგივე რაც იყო 2 წლის წინ რა ცოტა ირონიული არის ამაში ხვედრები ხო არ გაქვთ იქით კვირას მაგალითად რომელიმე პროექტთან დაკავშირებით ჩვენ დაგეგმილები ვართ უკვე ერთი იცი შენ რომ დაბალმაყურებასაც თუ ახსოვს ინიციირებული გვაქვს რა ხიდის პროექტი კი ამასთან დაკავშირებით უკვე მერიის სამსახურიდან დაგეგმილი გვაქვს 4 შაბათში შეხვედრა გარდა მაგისა უკვე ვესაუბრე და მექნება შეხვედრა უკვე საკრებულოში შევხვდებით კონების სააგენტოს რომ აი ზუსტად ამ თემებზე დავილაპარაკოთ რომ რაღაცნაირად მე მინდა რომ თვითონ იმ ადამიანებთან ერთად და ისინი ცხადია ამ პათოში მეთანხმებიან რომ ანუ ბიუროკრატია თუ ვაგ ბიუროკრატია ეფექტიანი მაინც იყოს და ეს რაღაც ის პროცედურები მაქსიმალურად გავამარტივოთ, რომელიც სჭირდება, რა ვიცი, რამდენიმე კვადრატული მეტრი მიწის თუ უძრავი ქონების, რა ვიცი, გაქირავებას თუ გაყიდვას და რა საკანონმდებლო ჩარჩოებით ხელმძღვანელობ ერთად გავივლით ამას და პირიქით მე ვიქნები მოწადინებული, რომ მაქსიმალურად გავამარტივო მათაც გადაწყვეტილების მიღება
ჩემი ინტერესი ისაა, რომ ადამიანებს გავვადოთ გესმის, იმიტომ რომ შენ ხო გესმის, აი, როდის ალბათ რამდენი ხნის წინ დააგენერირა ადამიანმა რაღაცა სურვილო რომ მოთხოვნა, რომ ეს ეკირავებინა. 14 კვადრატული მეტრი. ჯერ აგერ ნახეთ, აგერ დავსხდინეთ კიდევაც, 14 დოკუმენტი შეიქმნა იმისათვის, რომ ამ 14 კვადრატული მეტრი მიწა გაქირავდეს რა. თავი ადამიანებმა დრო დახარჯეს, ენერგია დახარჯეს ამ სამსახურმა, იმ სამსახურმა, შეფასდა ამის კომერციული ღირებულებაც, ყველაფერი აი გამზადა და ერთი იქ ხომ დაიხარჯა გარკვეული დრო მუნიციპალიტეტში. ეხლა შემოვიდა ეს აგეთ ჩვენთან, ну, რა ვიცი, ალბათ ერთი ორი კვირა სანამ შევიკრიბო, შემოვიდა საკითხი, სანამ შევიკრიბებით თუ საკრებულოზე გავა, კიდე დაიხარჯება დრო და არ ვიცი, აი ეს იმდენად აი თუ ადამიანები მართლა აფასებენ ერთმანეთის დროს, უნდა მიხვდნენ, რომ რაოდენ მნიშვნელოვანია, ხო, ეს ადამიანი სადღაც ზის და ორი თვე ელოდება ელემენტარულ რაღაცას, რომ იქირავოს რაღაცა მიწის პარტი, რაღაცა კონკრეტული საქმისას, რაღაც ამოცანაად რა. იმდენი ორგანოს დასკვნა უნდა, რომ ალბათ აი წარმოადგენას არ გქონდეთ. და მე კიდე ცუდი კიდე ისაა, რომ ეს რომ იყოს რაღაც შინაარსის მატარებელი და ეს არ იყოს ფორმალური, კიდე იტყოდი, რომ ნუ რა ვიცი, მე ხო ვიცი რამდენიმე ხომას დავესწარე. იქ ხო აი ესეთ საკითხებზე ხო საერთოდ არც ერთ იმ დასკვნაზე, არც ერთ იმაზე არც კითხვაც კი არ დასმულა გესმის. აი რაღაცა რო იყოს რა. აი აბა ეს როგორ არის? ერთ-ერთი რა ვიცი, მე ვსვავდი კითხვას, რაღაც უბრალოდ მაინტერესებდა ტექნიკური ნაწილი, თორე შინაარსი, არა შინაარსი, თორე რა ვიცი, ბიუროკრატია იმუშავა, ახალგაზრდა კაცია, რაღაცა დათვალა, წესებს შეადარა, ესე, თავის დასკვნა დაწერა, მოიტანა. და ასეთი არის 14 დასკვნა, 14 წინადადება და ფოტოები, ნახაზები, გეგმები, რავი. და ამას ახლა კიდე იქ ამდენ სამსახურმა გაიარა, დრო დახარჯა, ეხლა მოდით ჩემთან, მე უნდა ვნახო, ჩემმა კოლეგებმა უნდა ნახონ, მე უნდა დაველო კომისიის სტომას, მე კომისიაზე გავიდოდ, მე იქიდან გავიდოდ საკრებულოს და რა ვიცი, ბოლოს უყურებ, რომ ეს ხდება 14 კვადრატული მეტრი მიწის, ნუ ხვდები, რომ რაღაც არასწორია რა და აი ამაზე გვექნება კიდე შეხვედრა იქ და კვირას, რომ მაქსიმალურად ეს გავამარტივოთ, მოვახდინოთ ფუნქციების დელეგირება, ნახავთ რა საკანონმდებლო აქტები არეგულირებს ამას, მათ შორის რა ლოჯისტიკური საკითხები, თუ სამართლებრივი რაღაცა და მაქსიმალურად ვეცდები, რომ ეს დავაფუშინგო, რომ ეს გამარტივდეს. ხო, აი მაგალითად აი რომ მაყურებელსაც რომ განუმარტოთ, აი 14 კვადრატული მეტრის ოღონდ პერიოდს გაიჯარით აღებაზე საუბარი რა. არის მაგალითად არქიტექტურის სამსახურის პოზიცია, განმარტებითი ბარათი, სამხარაულის დასკვნა, შეფასება ფასის შესახებ, ესკიზები, ნახაზები, სააგენტოს წერილი არქიტექტურის სამსახურს და მოკლედ ანუ ძალიან ბევრი დოკუმენტია დაგენერირებული და თან არის რაღაცეები რა, რისი ასე ვთქვათ ნორმატიზებად შეიძლება რა. აი ბევრ დოკუმენტში შაბლონურად არის copy paste იკითხება კიდევ აი ერთ-ერთი ნიშანდობლივი ის იყო რომ მაგალითად მერის ერთ-ერთი სამსახური თხოვდა დაეზუსტებინა რომ აი 5 მეტრიანი აი მაგალითად სიტყვაზე კაფის გარეთ დასაჯდომები გააკეთე და იმ დასაჯდომებს იქით თუ არის 5 მეტრიანი მონაკვეთი ტროტუარის დატოვებული რომ ხალხმა გაიაროს იმოძრაოს რა და ეს მოთხოვნა არის ბევრგან აი ხო შეგიძლია რომ კანონში ჩაწერო ან დადგენილებაში რომ აი მაგალითად თუ რაღაც კაფეს გარის ტერიტორიის მოწყობა გინდა ისე უნდა მოაწყო რომ 5 მეტრი დატოვო გზის სავალი ნაწილი და ეს აღარ გახდეს ყოველ შემთხვევაში თავიდან ეს ანუ წარმოვიდგინე რა ხდება რომ ეს მერი სამსახური კითხვას წერილს ამზადებს კითხვას აუგზავნის იმას ის მერე ზომავს იქ სამხარაულის დასკვნას უნდა არა ზომავს არა ის ეგეთ პასუხი შაბლონურია გესმის ოკეი მაგრამ დაიცავი ეგეც შაბლონია რა ის იმან ეგრევე პასუხისგებლობაც კი მოიცა რა ვიღაც რომ კაცო 4 მეტრაო ეს იტყვის მე რა ვქნა ზომა ხო დაუწერე 5 მეტრაო გესმის ანუ იმანაც მოიცილა რა თავიდან შეიძლება ის წარმოიდგინო რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება შეხედო შენ რომ ნუ სადღაც შეიძლება 5 მეტრა იყოს 2 მეტრა იყოს მაგრამ შენ ხო რა უნდა დაასტანდარტიზირო რა კაგ მინიმუმ რომ ადამიანმაც იცოდეს რომ აქვს უფლება ეს რამის გაკეთების რომ მოიქო. რა საჭიროა მეტრაჟის დატოვება, უბრალოდ თქვი რომ რაციონალურად თუ არის ადგილი საკმარისი იმის რომ იქ ხალხმა იმოძრაოს. და ადგილ მინიმუმი დაადგინე, მინიმუმ 2 მეტრა. всё? და განთავდა იმას ეცოდინება მე შემსრულებას რომ 2 მეტრი არის, რომ გაუვლებს ხალხს და ესე გააკეთებ რა. ხო და ბევრია ესეთი რაღაცები ყოველ ანუ საკითხს 14 დასკვნა, ბევრი 14 დასკვნა არის ეგეთი სხვადასხვა. არა, საშუალო ჩვენ დავთვალოთ 1 კვადრატულ მეტრზე არის 1 დასკვნა.
14 კვადრატული მეტრი, დაჟე უფრო ნაკლებიც, იმიტომ ზოგადად ეგ საშუალო მეტი გამოვა. მეტი გამოვა, იმიტომ რომ 14 კვადრატული მეტრია და 16 არის ის, ანუ 16 ფაილი არის რა, უფრო ხო და ჩვენ იგივე ფაილების რაოდენობა გვაქვს 4 კვადრატული მეტრის შემთხვევაში, ანუ იქ არა ეფექტიანობის კოეფიციენტი კიდევ უფრო მაღალია. საერთოდ მაღალია რა. და უბრალოდ არის ანუ მაყურებელს რო უთხრათ, რომ არის მაგალითად დიდი პროექტები, რომელსაც ეგრეთ წოდებული გერგე ჭირდება რა, აუხსნათ რა არის გერგე, ესა განაშენიანების რეგულირების გეგმა, რომელიც მოითხოვება კონკრეტული ტერიტორიის განაშენიანების უფლების მისაღებად, ანუ თან ხდება, სანამ პროექტი შედგება, თან ხდება აი როგორ განთავსდება ამ ტერიტორიაზე სახლი, გზა, გამწვანება ისა, ნუ ხდება ესკისის დონეზე და პარამეტრების დონეზე ამ გერგეს შეთანხმება რა და ხო, ბევრი кейსია ეგეთი, ნახეთ, გუშინაც შემოვიდა ეგეთი ტიპის საკითხების დიდი მიწის ტერიტორიებზე გერგეს მოთხოვნა და მაგრამ მანდაც რა ვიცი დღეს მოვიკითხეთ ხო ნიკას ველაპარაკეთ ხაშ მაინტერესებდა ტექნოლოგიებს ჩვენმა კომისიაში არა ვართ ურბანოში მაგრამ ნიკამაც მითხრა პრაქტიკულად აქ მაგ დონე პრეზენტაციის დონეზე ხდება პრეზენტირება სლაიდებს ხო თორე იქ რამე კითხვის ნიშნებიც კი არ არსებობს რა რაღაც ერთ-ერთი მე ვსვამ კითხვის ნიშნებს ეს არის ნიკა ჩერქეზიშვილი იმის ლელოს ხო და აი როგორ გითხრათ რა აი თვითმართველობა ხო რაღაცა გინდა რომ აი მართლა აი ფუნქცია დაინახო რა სწორი ფუნქცია დაინახო რა იქ სიარულს ხო რაღაც აზრი უნდა კონდეს რა რომ ანუ რაღაცას წვეთდე და ეს არ იყოს ბუტაფორიული შენობა რა და ისეთი არის ხო ანუ საკრებულო იმასაც არ იხილავს რაც უნდა განიხილოს და იხილავს ეს რაღაცასაც საერთოდ არ უნდა განიხილოს აი მაგალითად ეს 14 კვადრატული მეტრიც და სიტყვაზე განაშენების რეგულირების გეგმა 3000 კვადრატულ მეტრზე ყველა მოდის თქვენთან საერთოდ და არის რაღაცები რაც დიდი პროექტებია იმას საკრებულოს დასწრებულად დაჭირდება იმიტომ რომ აი მაშინ დიდი ღომში გუდვილთან რომ უნდათ რაღაც აშენება მანდ არის რომ ეხლა 6000 კვადრატული მეტრი თუ აშენ და იქ იმდენი დამატებითი რავი ერთი 2000 ოჯახი თუ გადმოცხოვრდა იქ ერთი მინიმუმ 2000 მანქანა დაემატება იმ ადგილს და იმ ქუჩას ისეც დიდი ღომში ვინც ცხოვრობ და გაგივლიათ სუსაცობები არის ბოლო პერიოდში 6 კორპუსია ხო მე მგონი გეგეთი არის მოთხოვნილი და წარმოგიდგენთ რამხელა დიდი პროექტია კითხვის ნიშანი უნდა გაგიჩნდეს კოეფიციენტებს ცვლიან და რაღაცებს კითხვის ნიშანი არავის არ უჩდება და უბრალოდ როგორც იქნებ რაღაც ქვედა დონეზეა კიდე განხრილდა ჩვენ არ ვიცით ეს ანუ კომისიის გარდა მაგრამ არა, საკრებულოს დონეზე არ არის. მერიის დონეზე არის. ანუ მაგალითად მერიის დონეზე ცხადია კაცოებს მზადდება და იქ სამსახურები ჩართულები არიან გასაგებია, მაგრამ აქ მეთქე კომისიაზე კითხვის ნიშანი არ უნდა გაგიჩნდეს, რომ დიდი ღომში რაღაც ისეთი ამბავია, იქ მოძრაობა, გზები დატვირთულია და კიდე ამ 2000 ოჯახიანი უბანი ჩდება შესასვლელში და როგორ არის გზები ორგანიზებული. ანუ ესე კარგად იყო იქ პრეზენტირებული, რომ კითხვაც კი არ გაგიჩნდა? აი როგორ შედის ანუ ენდობიან კოლეგებს მერიიდან. არა, ნუ შეიძლება ენდობოდე ხო, მაგრამ რა ვიცი, კომისიაში რამდენიმე ადამიანია. ნუ თუ ყველა ერთაზეა, ყველას მოწონს, ყველა ოკეი არის იქ, რა ვიცი. ის სხვა შორის ავთო ეგ მოინიშნა და ნიკას უთხარ და ჩვენ ერთი ურბანო შეგვიძლია დავესწროთ ხოლმე რა ურბანოვის ხდომას და 19 დეკემბერს არის პირველ საათს 19-ზე ჩვენც აგვაქვს ხდომა 11-ის ჩვენ დილის ხო და რა შევუაროთ მე მაინტერესებს ეგეთი თუმცა მიუხედავად რომ შენ კომისიის წევრი არ ხარ მაინც შეგიძლია კითხვები დასვა და მონაწილეობა მიიღო და უბრალოდ ძალიან საინტერესო იქნება იმიტომ დარწმუნებულია ის იმაში ვარ დარწმუნებული რომ ეს იმხელა პროექტია თავისი არქიტექტურიდან დაწყებული გზებით და რაღაცებით დამთავრებული რა რომ კომპეტენცია რამდენად შეიძლება ეყოს საკრებულოს რიგით წევრს, ну, ქართული ოცნებიდან რა, ვინც ცოტა ისე არის მოხვედრილი. ეს ყველაფერი მართლა განიხილონ რა. კითხვა რომ დაგებადოს ხო კომპეტენცია უნდა გქონდეს რა და მე დარწმუნებული ვარ რომ უბრალოდ მაგის ნაკლებად ვიღაცები იქნებიან კაცო კომისიაში კომპეტენტურები და დარწმუნებული ხო დარწმუნებული ვარ ხო და რაღაც დონეზე მე ვფიქრობ შეიძლება რაღაცა ეს პროცესი მანამდე კიდე რაღაცას გადის რა რომელიც ჩვენ არ ვიცით არ ვიცით მოსაკითხი გვაქვს გასარკვევი გვაქვს აი კომპეტენტური ადამიანები შეიძლება მანამდე სწავლობდნენ და შეიძლება კითხვასაც უსვავდნენ მაგრამ ნუ ჯერ არ ვიცით მე ეგეთ რაღაცასთან შეხება არ მქონია ნუ ნახოთ და მედია საერთოდ ამაზე რა გამახსენდა იცი აი
აღარ მახსოვს რა ჩეკრება ვიყავი და იქ რამდენიმე იმის მაჟორიტარმა დააყერა ესეთ სახის პრობლემა, რომ შეკეთებული გადახურვები ისევ ზიანდება. საუბარია მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლებზე, ხო კორპუსზე, ძველ კორპუსებზე, როცა სახურავი ზიანდება, მერის არსებობს ეს პროგრამები ამ ხანაგობებთან ერთად აკეთებენ ამ სახლების გადახურვას და იქ გაიჟღერა, რომ რამდენიმე кейსი, არაერთი кейსი, როცა ახლად გარემონტებული ეს სახურავიდან ისევ ჩამოდის წარდერ ვიდეოების ქონა ბიჭებს გადაღებული რა და მოტანილი იქ აჩვენებდნენ მერის სამსახურს, რომ რაღაცნაირად ეს პრობლემა დარჩაოდა. როცა ეგეთი საკითხი დგება, ის სამსჯელოა გესმის, იმიტომ რომ მე ხა ვინაიდანაც ეს პროფილურად მე ხება და რაღაც კომპეტენტურიც ვარ ამ ნაწილში, იმიტომ რომ ზოგადად ჰიდროიზოლაცია ზოგადი პრობლემა არის რა ამ ქვეყანაში და ეს ძველ კორპუსებს კი არა, სრულად ახალ კორპუსებს და ახალ შენობებზე არის ხოლმე ეს პრობლემები, იმიტომ რომ აქაც არ არის საკმარისი ცოდნა, არ არის საკმარისი გამოცდილება, არ არის საკმარისად ასე ვთქვათ გამოცდილი მასალები, რომელთაც უნდა მოახდინო ჰიდროიზოლაცია და უამრავი შემთხვევა კერძო კომპანიებს და პრობლემა აქვს რა შენობების ჰიდროიზოლაციას დაკავშირებით. მაშინ მე ერთ-ერთი ვარიანტიც კი შევთავაზე, რომ ფულს ხარჯავთ. მაინც ვერ კეთდება ხარისხი. დიდი ალბათობით ეჭვი მაქვს, რომ ვერც გაკეთება, იმიტომ რომ ის რომ გაკეთდეს ისე ფუნდამენტურად ხარისხიანად, ნუ ეჭვი მაქვს, რომ ასეთ ვამდე ფულს არ დახარჯავენ რა, იმიტომ თითო კორპუსის ეს შეკეთება საკმაოდ ძვირი იქნება, ძალიან ძვირი და ხო და მე ასეთ ალტერნატივა შევთავაზე, მაგალითად რომ მოდი რა ამ ხანაგოებს ვაჩუქოთ აი ბოლო სართულის კოეფიციენტი რა, ანუ გულისხმობ რას, აი ბოლო სართული მივცეთ რაღაც ისედაც ეგ პრობლემა ძირითადად აქვს ამ ხურშოვკებს, ან 8 სართულიან სახლებს, ძველ კორპუსებს, ხო, რომლებიც ისე იდენტურები არიან თავისი ასე ვთქვათ არქიტექტურულ ნაწილში და პირდაპირ გავაკეთოთ შაბლონი, აი ესეთი ბოლო სართულის მოწყობის, ეს არ იყოს მძიმე გადახურვა, მძიმე ეს კონსტრუქციული დაშენება, რომელსაც შეიძლება გამოიწვიოს რამე კონსტრუქციული პრობლემა შენობის, მაგრამ მსუბუქი გადახურვით, ასე მსუბუქი კონსტრუქცია და ჟესტის გადახურვით მოეწყოს, ანუ შეიქმნას იქ ბოლო სართულზე საცხოვრებელი ფართი და გადაიხუროს უკვე ისეთნაირად, რომელსაც არ გაუჩნდება ბრტყელი გადახურვისნაირი ჰიდროიზოლაციო პრობლემა. ანუ გადაიხუროს უკვე ჟესტით. ეგეთი პრაქტიკა ეს არ არის რაღაც ისეთი ნოუ-ჰაუ, ეგეთი პრაქტიკა მე ნახე პრაღაში, ჯერ კიდე რა ვიცი, რამდენიმე წლის წინ, შეიძლება 10 წლის წინ. აი, ძველი კორპუსები აქვთ. ხო, ძველი კორპუსი და აი ესე სხვადასხვა ცენტრალურ რუბნებში იყო ეს, იმიტომ მოხდა რაღაც ჩიტის ბუდეს თუ რაღაც ეძახდნენ, ესე მახსოვს ამ მაგას და მართლა ეგრე იყო იმ ძველ სახლებზე, იყო აი ეს ბოლო სართულზე, აი ესეთი ტიპის გადახურვა იყო, ანუ სწორი და მე გვერდებზე ჩამოსული და რომ წყალი ანუ ცდება რა შენობას ისე ჩორო ჟესტის გადახურვა, თუნუქის გადახურვა არის რა და საერთოდ მოიხსნა პრობლემა და ეს მისცემს ეს რამდენიმე კურდღელს იგებ, ერთი რომ ჰიდროიზოლაციის პრობლემას მართლა აგვარებ, მეორე ქნი ფარს და ეს ფართი მისცემს იმ ამხანაგობას საშუალებას ამის გაყიდვა ან თუ მეზობელმა გააკეთოს გაინაცვლო ხო ანუ ამ ფართის ღირებულება მათ ბევრ ამას მოუწევს შეიძლება ფასადიც კი გაურემონტოს ანუ გაალამაზოს კორპუსის ფასადი ლიფტი გამოცვალოს გესმის და საერთოდ არ შეეხოს ბიუჯეტს ეს ამბავი საერთოდ აი ბიუჯეტმა უნდა გაცეს მარტო ეს ციფრი მიცეს რა რომ რა ვიცი აი გაძლევთ ბოლო სართულზე 200 კვადრატული თუ რაც არის 200 კვადრატული მეტი სახურავის გაკეთების უფლებას რა და აითვისეთ ეს შექმნით საცხოვრებელი ფართი გაყიდეთ და საერთოდ გამანებეთ მე თავი აგერაგათ ღირებულებას გჩუქნით ხო ორი სიტყვით რომ თქვა საჯარო პრობლემის კერძომდე დაყვანა ხდება იმიტომ იმას თუ ეუბნები რომ შენია საკუთრია ხო მე საკუთრია რა აძლევ და უკვე თვითონ მიხედავს კი ვეუბნები შენ ხო პრობლემა გაქვს მე საკუთრია და აი დაჟე იქ რო რაღაც არ მოხდეს პირდაპირ ეტყვი რა აი ეს არის თქვენი პრობლემის გადაწყვეტა. მე რაც არ უნდა წერილები მწერილ, მე შაურს არ მოგცემთ რა. იპოვეთ, შეთანხმდით, იპოვეთ ინვესტორი, ან ისა. თუ ვერ თანხმდებით ან განხეთქილება გაქვთ რაღაცა, მაშინ მე გავაკეთებ ამას, ոնց მე გავყიდი ამ ფართს. ოკეი ხართ? სხვანაირად არ გვარდება რა. ეს ორი გამოს შენ გეყოლება რა ვიცი, გამოაცხადეთ და ვინ არ გააკეთებს მაგას. შექმნის ფართს გაყიდის და რა ვიცი, იმასაც გაუკეთებს და მერიასაც კიდე შეიძლება რაღაცა დარჩეს კიდევაც რა. აუ, ეგ კი არა, ანუ გადახურვა კი არა, ხალხს გონია რომ მაგალითად აი ლიფტებზე არის იგივე პრობლემა ამორტიზირებულ ლიფტებზე. აი ესეც ასევე ეხება საბჭოთა კორპუსებს რა.
წერილი წერილზე მიდის მერიაში და ხალხი ითხოვს რომ მერიამ შეუცვალოს მათ იმიტომ პრაქტიკაა ესეთი და არა თვითონ დადონ ფული მაგალითად კაი ლიფტი იყიდონ და კაი კონსტრუქცია სიტყვაზე აი მაგასაც მერიას თხოვენ და აი ხა გეტყვი კიდე ერთ რამეს გეტყვი რა აი მათ შორის შემოდის საკითხები რომელიც ეხება ინდივიდუალურ მენაჟენთა ამხანაგობების პრობლემებს ეს პრობლემა რაში მდგომარეობს რა ვიცი ვიღაცა კაცმა გადაწყვეტ შენებელმა დეველოპერმა გადაწყვეტა სახლის აშენება დაიწყო ფართების გაყიდვა არაკეთის ინვესტორი მოიქცა ან გაკუთდა რაღაც არ აქვს მნიშვნელობა მოკლედ მენაჟენება ვერ მიიღეს ბინები რა და ესენი ლაგდებიან მიდიან მერიას და გიშველო და ეს მერია ჩველის იღებს ამ ვალდებულებას რომ უნდა მე რაღაც ორი კერძო სუბიექტი ერთმანეთში ვერ დალაგდა რა მერის გასარჩევიესა და რა მერის მოსაგვარებელი ეს პრუნა ეს ისეთ რა რო ნახავი რო ჩაიკითხო რა ღირებულების ქონებებზე ლაპარაკი გადაირევი რა კი მერია ხოცელებს მე ამათ დაკმაყოფილებას ფართებით მე ბევრი გაგენა ხო არა მაგრამ უყურე რაშია საქმე ორი დამოუკიდებელი შეიძლება ერთი იურიდიული მეორე ფიზიკური პირის გარიგებაში იქ რაღაცა მოხდა რამდენი რამე ხდება შეწარმოგიდგენია რომ ყველა ესეთი დარღვეული კონტრაქტი შეიძლება პასუხისმგებელი მატერიალურად აქ მატერიალურ პასუხისმგებლობაზე ლაპარაკი ესმის თორე შეიძლება მოიფიქრო შენ მექანიზმი რომ ამ ხალხს უთხოვ ნუ შეცდით რა ვიცი აი რა გჩუქნით რაღაც კოეფიციენტს აი რაღაც ფარტი დავუშვათ ვერ მიიღეთ 10000 კვადრატული მეტრი აქ ჩუქნით კოეფიციენტს წადით და შეუთავთით ვიღაც დეველოპერს და რა ვიცი რა გიშენოთ რა ვიცი და დააშენოს გადააშენოს რაღაც ახალ პროექტზე გაადიდოს ის პროექტი არის რაღაც დაახლოებით ეგეთი მექანიზმი მაგრამ ძალიან ჩართულია ამაში მუნიციპალიტეტი გესმის აი ვაფშე ძალიან ჩართულია და პლუს მატერიალურ თითქოს რაღაცე მატერიალურ პასუხისმგებლობას იღებს და რა ჩემი საქმეა შენ რო ვერაუშენე თამაზის ბინა და მოხვედით ჩემთან მიშველო მე რა შუაში რა სად არის ის ჩემი პასუხისმგებლობა საწარმოიშვა ეს პასუხისმგებლობა ხო არსად მარტო ადამიანის თავებშია და ხშირად ეს ორ კერძო პირ შორის და მაგიტომ არის სახელმწიფო პატრონის პრობლემა თავებში პატერნალიზმის მაგიტომ არის რომ შენ შეგიძლია წახვიდე და ჩვეულებრივ სისხლისამართლის დანაშაულია იმ კაცმა უჩიულა და დაიჭერენ სავარაუდოდ და იმ ფულსაც ხო თაღლითია რა თაღლითია მაგრამ აქ უბრალოდ ხანახან აი ხშირად შემთხვევები როდესაც აი ესე გაიქცა ადამიანი ფული აიღო სიტყვაზე ვითომ სახლს აშენებს ფული აიღო ყველასგან გაიქცა იმას ვერ პოულობენ, ან იმისგან ფულის ამოღება შეუძლებელია და კი და ეგეთ შემთხვევებს იღებს ხოლმე მერია რამდენი кейსი იქნება შენ ხო წარმოგიდგენია რამდენი ეგეთი кейსი იქნება რა ყოფით პირობებში რამდენი ვიღაცას დაპირდება რა სამუშაოზე მოგაწყვეტ საზოგადოებრივ წაგიყვანო ხო არის ხოლმე და მე გადაგვადა ახლა ყველა შეთანხმებაზე მე რო უნდა ვიყო პასუხისმგებელი ხო სწორია არის სასამართლო წადი გაარჩიე გაზო დააკისე მძიმე დანაშაულია მძიმე იმით დასაჯე იოლი დანაშაული იოლ დასაჯდა და მთავარი ამბავი ის არის მატერიალური რა ვიცი ზიანი რომ აუნაზღაურდეს რაღაცა მთელი ერი უნაზღაურებს ზიანს ეხლა დავდიოთ ორი კაცი ვერ შეთანხმდეთ ახლა მომადგე მე უნდა მომადგეს რომ ეხლა მე ხომ მე უნდა გამომაცალოს რაღაცა ეს შეხედე რა ფულის გამომოდია ხო საბოლოო ჯამში ხო ანუ მე აწובה საზოგადოებას ეს ტვირთი რომ რაღაც ვიღაცის ალაკეთის ინდისიერებას ხო და აი სად ჩდება სად გაჩნდა ის კაცი რო არაკეთის სინდისერია ეს სახელმწიფოა მაშინ დამნაშავე ხო მაშინ ლოგიკური ჯაჭვი ესეთი არის რა ესე გამოდის ანუ სახელმწიფო აკონტროლოს ადამიანის კეთის სინდისიერება ხო არა სისულელი არის ხო აი იქ მიდიხარ აი ბოლო ჯაჭვის ბოლოში რაღაც აი მიხვალ ისეთ აბსურდამდე რომ მე ხვდები რომ ეს იმიტომაა ეს ბიუროკრატია 320.000 გესმის რომ აი ესეთ პასუხისმგებლობებია წამოკიდებული და ამას უნდა ზდიო იმის არ იყო სახლის ექსპლუატაციის ჩაბარება რომ ისა რა ვიცი ეს გადაიქცა აი როგორ გითხარ რა ვიცი რაც აი მშენებლობის ბიზნესში ვარ სულ ექსპლუატაციის ჩაბარება ერთხელ კითხე ჩემ მაცხოვრებელს რა სიკვდილად გინათ აი ექსპლუატ რა გინდ თქვენი არ არის მიხედეთ რა არა იცი რა რატო უნდა ექსპლუატაციის ჩაბარება მერიას მე რაღაც რო გაფუჭდეს იქ მივადგეთ გესმის აი ტვინები როგორ არის დამახინჯებული რა თუნდაც შენი საკუთრება სადარბაზო თქვენია სახურავი თქვენია ლიფტი თქვენია თქვენი კორპუსია რომ მოუაროთ რა და იბძვიან ექსპლუატაციის ჩაცემით და მთელი მოტივი ამის ჩაბარების არის ის რომ რაღაც რო გაბოჭდება მიადგენ მუქთად გააკეთონ გესმის
თავის საკუთრებაში რომ ვიღაცა იქ რა ვაკეში რომ შენ რაღაცა გააკეთო, გდანელი უნდა დაბეგრო რომ შენ სახურავი გაგიკეთონ. იმიტომ რომ ექსპლუატაციაში გქ ჩაბარებული. აი ეს მახით და არის მე ის პროგრამები, მე თანამონაწილეობა, რაღაცა, და ასე ლიფტი, სახურავი, მაგრამ რა ჩემი საქმე. წადი ლიფტი თქვენია, თქვენ დადიხართ იმ ლიფტით. გააკეთეთ. გინდა ის გააკეთეთ, შინდლერი გააკეთეთ, გინდა ოტისი გააკეთეთ და გინდა რა ვიცი, თურგული ჩახაროღლუ გააკეთეთ. მე რა ვიცი, რაც გინდა ის გააკეთეთ. ხო, არა. იაფი გინდა, იაფი გააკეთეთ, ძვირი გინდა, ძვირი გააკეთეთ. ხო და აი ესე უამრავ რაღაცას მიადგები ესეც გესმის, აი იმის არ იყოს, რომ აი თავის ორბელიანს მოგწოს, კარგია ბაზარი არ არის, მეორე კუთხით შეხედე რა, რაღაც ადამიანებს მათ საკუთრებაში ვაკეთებთ შუბილებთ, ყველა და რა ამერე, რა ვიცი, ჩვენა. ან ვიღაც ხარჯე იმას ხებულობენ რა. ხო და სულ არის აი ამ სიკეთის აი ეს გადმონაწილება, სადღაც შეიძლება ეს რაციონალური იყოს, სადღაც ირაციონალური, საბოლოო ჯამში ასეთი მოძრაობა რა, ადამიანების ძარცვა, იმიტომ რომ რაღაცა ვიწრო ჯგუფების რაღაც ინტერესები დააკმაყოფილონ, არ ვიცი, სად არის მორალი, სად არის სამართალი, რა ვიცი, არც მორალია და არც სამართალი. არსად მორალი, არსად სამართალი. ის არის, რა ქვია. აუ, იმედია ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელთან ნაყოფიერი გამოვა შეხვედრა და მინიმუმ ამ რაღაცებს მაინც ჩამოგვაცილებით, რომ მეც არ შემილია ამ დოკუმენტაციის 14 კვადრატულზე. ავთოს დატანჯულია, იმიტომ რომ ავთოზეა პასუხისმგებლობა, რომ რაღაც საბუდბრუნვას უყუროს ჩვენთან, ავთო არის ჩვენი კონსულტანტი საკრებულოში და იცის, ასე გზნობს გზნობდა თან ამ ყველაფრის აბსურდულობას ისე ნაცვლად აბსურდულობა, მოდი არ გვინდა აბსურდულობა, ირაციონალურობა რა, ირაციონალურობა, აი ამდენი ადამიანი ვარ ჩართულები იმ საქმეში, რომელსაც დილას ვეუბნეოდი ავთოს, რომ რა ვიცი, ერთი კაცი რო იჯდეს ამ საქმეზე რა, მიბარებული კონდეს, მარტო გაქირავება. ერთი კაცი გინდა, უცებ რა მოვიდა განაცხადი, მეორე არა, მესამე დღეს რა შეამოწმა ისა და ვაფშე რა თუნდეს იმათი დასკვნები ანუ ხო რაღაც პონჩი აი რაღაც თითქოს იმის გადაწყვეტილების გასაправებლად გროვდება ეს დასკვნები ხო რა ვიცი დაურეკოს რა ვიცი მე ურბანული სამსახური ბიჭო ესა 5 კვადრატულია რა უყოთ აქ გზარო ესე ვქნათ ისე ვქნათ იმისათვის ასე რომ მოხაზოს იმან და თავის რა თუნდეს ხაღალდომანია და ისა და მიიღოს გადაწყვეტილება რა პრობლემაა იყოს რომ ავთო ლაბაძე არის მერის სამსახურში რომელიც კურირებს მიწის ნაკვეთების დროებით იჯერ გაცემა დამთავრებლად ავთო ერთადერთი რაც შეიძლება ავთოს მოთხოვოთ რომ წადი მაინც კომო გაიგე საბაზრო ფასი მინდი ექსპერტიზის ბიუზეში დღეს ვესაუბრეთ საფხარების მარტივი პროცედურა შევხვალ ის დაადგენს იქ ფასს გამოკლებას გააკეთებს გეტყვის რომ ეს ღირს $1000 ავთო $1000 გააქირავებ მადლობა ხელფასს წაიღებ 1200-ად გააქირავებ $30 ბონუსი გექნება 70 ხე დამთავრებული ამბავია და მოტივირებული იქნება ავთო რა ვიცი კარგადაც გააქირავებს ხო და აქეთ მონახავს კლიენტებს დაუწყებს ზებნას ის კი არა რომ ვიღაც მოუნდა არა ნახავს იქ რამდენი თავისუფალი მიწა აქეთ დაუწყებს კლიენტებს ზებნას რომ ვიაქირავოს რა აი ეს იქნება სწორი მოტივაციები და საცაჭო ხედავ ვაფშე გაყიდე ხო და კიდე ერთი კითხვა მაქვს აი ხილის პროექტთან დაკავშირებით რა მოლოდინი გაქვს ანუ ქართული ოცნებიდან აი ხაც უნდა შეხვედრა რომ უნდა ქონდეს ამ თემასთან აი იქ არის რაღაც პროცესი კეთილგანწყობილები აი მოყვები თვითონაც უნდათ რომ ეს გაკეთდეს თუ აი ხვალ ნუ ახლა რო გითხარ რომ ახლა სადმე ისეთ რამეს წავაწყდო ის რა ქვია არ შეიძლება ის გაკეთება მოგატყილებ ეგეთი რამე ნამდვილად არ მქონია არც მიფიქრე ეს რამე იყოს უბრალოდ ახლა ჩვენ ალბათ დიდი ალბათობით გვექნება ამ პროექტთან დაკავშირებით გადასალახავი გარკვეული ბიუროკრატიული ჯაჭვი რა ну რაღაც უკვე გავიგო რაღაც კვლევებს აკეთებენ თურმე მათ შორის როგორც ეს გადაწყვეტილებას იღებენ მათ შორის ფრანგული კომპანია დაკრება ცოტა ის მეხამუშება იმიტომ რომ იმათი ისა ეგ ასოცირების ხელშეკრულების არ იყოს რა აი ეს კვლევები და შმლევები რა ვიცი რა უნდა გამოიკვლევ ისეთი 40 წელიწადია ხიდი აშენებული ხო რა ვიცი ფიცრის ხიდი რო გადადო ეგეც ეფექტიანი მგზნია იქნება და ბეჭვის ხიდი ხო რა უნდა დავაშავოთ ისეთი ხიდის გადავით მტკვარზე 53 წლის მერე რომ ის რა ქვია პრობლემა გქონდეს რა ამიტომ რაღაც ახალი პრობლემა შევქმნათ რა მაგის მე ხო ამჯერა ხო მაგრამ ნუ მიუხედავად ამისა რაღაც ალბათ გვექნება რაღაც საფეხურები გასავლელი იმისათვის რომ მივიდეთ გადაწყვეტილებამდე და ნუ მე როგორც ასე
მინდა ამის გაკეთება და მე შევეცდები რომ შენ კერთხელ თბილისს უნდა ამის გაკეთება გავიაროთ ეს პროცედურები, ჩართოს კვალიფიციური და სწორი ადამიანები ამ გადაწყვეტილების როგორც მიღებაში და მე ამის რეალიზაციაში და რა ვიცი, კარგი იქნება რაღაცნაირად გამოცდილებასაც დავაგროვებთ. გავაკეთებთ რომ ის რო დიდი ხანი არ აშენებულა, ეგ პრობლემაა ზოგადად რა, მათ შორის ცოდნის და კვალიფიკაციისაც რა, იმიტომ რომ ეს უნდა აკეთო რომ მე იმიტომ რომ აი გახსოვს საკრებულოს კალაძემ რო თქვა რომ აი ვარკეთილის პრობლემა გვაქვს იმ მეტროს შესრულებას ვერ ნახულობთ რა ეგეც ჩათვალე ხო ეგეც კვალიფიკაციის პრობლემაა რა იმიტომ რომ იქ ერთი ორი ალბათ კონტრაქტორი რომელიც კვალიფიკაციის გამო ვერ შეასრულა ეს სამუშაო ალბათ დაისაჯა ალბათ დაიშტრაფა რაღაცა და იქით გახედვა უნდა და მათ შორის დანარჩენებაც რო ნახეს რომ ეს кейსი როგორ დამთავრდა ეგ ფინანსური ზარალით ან რა ვიცი ვიღაცა დასაჯეს ან რაღაცა საერთოდ არ უნდა იქით გაკარება რა და ამიტომ მიუხედავად იმისა რაც უნდა სურვილი ქონდეს მუნიციპალიზმის ამის გაკეთების შესრულებას ვეღარ ნახულობს რა. იმიტომ რომ იმანიცი უკვე ეშინია რომ შარში უნდა გაყოს თავი. ხო და ეგ ხო საიდან მოდის ეგ მოდის იქინა რომ ხო არ არის ამხელა თაღოვანი მეტრო სისტემა იმის კეთილმოწყობა რაღაც სპეციფიურ ცოდნას მოითხოვს სპეციფიურ გამოცდილებას და ეს ვარ გაკეთებულა 40 წელიწადი ხო სად არის ეს ცოდნა გაქრა ხო იყო ადრე ეგეთი კომპანია ბანკში ვიყავ მაშინ კლიენტი ყავდა საგვირაბშენი იყო ეგეთი გვირავებს აკეთებდა სპეციალიზირებული კომპანია იყო და ეგეთი კომპანიები იყვნენ რომელსაც აი საბჭოთა კავშირი და მოსდევდათ აი ეს გამოცდილება რომელიც კვალიფიკაცია რომელიც არა მარტო საქართველოში ესა თბილისში და საქართველოში ფუნქციონირებს საერთაშორისო ის ქონათ რა ქვია გამოცდილება და საბჭოთა კავშირის სხვა ქვეყნებში აკეთებდნენ ობიექტებს და ეს გამოცდილება იყო ხო 40 წლის განმავლობაში როცა აფერიას არ აკეთებდი რა ის გვირავი მეტრო როგორ ფუნქციონირდა და კეიცი გაკეთება კი არა ვაგონები არ იყო დრო იყო და ხან დენი არ იყო ხან ის არ იყო და ამიტომ ეს გაქრა მე ის საგვირაბშენის ხალხსაც რუსეთში გადაბარგდა მნიშვნელოვანი ნაწილი. ესეთი იყო ალბათ ხიდებსაც იგივე ბედი ეწია. აი სპეციფიური ცოდნა, სპეციფიკური გამოცდილება. ის თუ საქმე უნდა აკეთო, კაცო, რომ ეს ცოდნა გამოცდილება დაგროვდეს გაიცეს. ეს ხალხი რა. ხო, უნდა კონდეს ანუ მასშტაბი ისეთი, რომ ამას აკეთებდა და იმას რო აკეთებ, რა ქვია, აძვანკა გააკეთებ ერთ პროექტს და მე დაისვენებ და რაღაც 5 წლის მერე გააკეთებ მეორეს. ცხადე რომ ეს ცოდნა და გამოცდილება გაგირბის ან იკარგება. ხო, რავი, ნახოთ მოკლედ ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ერთი ხიდი დაგვემატება ქალაქში. კი, მეც მინდა სურვილი მაქვს და რა ვიცი, მე ვფიქრობ, რომ ცუდი სურვილი არა გვაქვს და არა, პირიქით ძალიან კაი. ყველა რო სარგებელს მიიღებს და ბოლო საკითხი დღეს არის ის რომ მე რომ მქონდა მოლოდინი აი წინა გადაცემაში ჩვენ ვახსენეთ ეგრეთ წოდებული მე ვეძახი ელიავოს მუშების დადგენილებას რა რომ იმიტომ რომ ძირითადად პირდაპირ მათ ურტყავთ ეგ არ არის ხო ჯერ მიღებული არა შეხედე ეს მიღებული არის 2020-ში და ჯერ კიდე რა უბრალოდ შენ ჩასაფრებული ხარ და ელოდები გაგრძელებას ხო ოღონდ 2020-ში მიღებული და უნდა ამოქმედებულიყო 2021-დან რა მაგრამ ეს წლები ყოველ წელს შემოდის დადგენილება ამ დადგენილების ერთი წლით გადაწევი ხო და მაგაზე ჯერ არ შემოსულა რა ველოდები იმიტომ რომ ამ ბოლო დროს რაღაცა ცოტა ისეთი აი კონცეფციასაც ხო თავისი ექსპერტები ვიღაცები ყავთ რა და ამ ბოლო დროს აი მაგათ აი პალიტრაზე და სადღაც არის რომ ანუ ეს ექსპერტები გამოდიან და სანდომიანი სახით ამბობენ რომ ეს არ შეიძლება ქალაქში რომ ამდენი ისეთი ობიექტები იყოს რომელიც ბევრ მტვერს იმაშვებიან ასე ბევრი მტვერია აქვთ ან არ შეიძლება რომ მაგალითად ზეცვლიდნენ ელიავს და ეგეთი ვიღაც ექსპერტები უკვე ნელ-ნელა რაღაც გამოდიან და ამბობენ რა ცუდია ქალაქისთვის სიტყვაზე ელიავა იქ რო არის და რა კარგი იქნება ყველასთვის თუ კი ქალაქგარეთ გადავა რა ხო და მე რატომ სადა რა არის სიკარგი ანუ ესე იგი შენ რომ მოგინდება რავი შუშის დაჭრა რაღაც სახში რაღაც გაკეთებ ნუ გაიარო ქალაქგარეთ თუ წახვიდე ხო და იქიდან მოიტანო რა ვიცი კომფორტია ვისთვის არის კარგი ნუ შეიძლება ლამაზი რაღაცა მელიავს ბაზრის გამო ლამაზი რაღაცა გაჩნდეს მაგრამ ეს რომ კარგია აპრიორი ამას არ ნიშნავს ხო რა და თან ანუ მე ეს ექსპერტების რომ მაგას ლაპარაკობდნენ და რაღაცა მგონია რომ აქეთკენ უბერავს ხარი რომ ალბათ ამ დადგენილებას საბოლოო ჯამში მაინც ამოქმედებენ 1 იანვრისთვის მაგრამ არ შენ ფიქრობ რომ ეხლა თუ არ გადავადდა შეიძლება ამოქმედონ არა შეიძლება არა უეჭველი ამოქმედება იმიტომ რომ დადგენილებაში წერია რა უნდა მოხდეს რომ ამოქმედება
აი მაგალითად ეს დადგენილება განსაზღვრავს ადგილების ჩამონათვალს, სადაც მაგალითად არ შეიძლება შავი და ფერადი ლითონების ჯართის, რაღაც ექსპლუატაციიდან გამოსული მანქანების შეკეთება და ასე შემდეგ. ჩამოწერილი ბევრი მაგალითად საცხოვრებელ ზონაში, რომელსაც ელიავა ვერ დააკმაყოფილებს. ვერ დააკმაყოფილებს. არა მარტო ბევრ ობიექტებს ეხება, ეს უბრალოდ ელიავა არის ყველაზე ეს თვალსაჩინო მაგალითი რა, აი ქალაქში რო ყველა მიცის რა, მაგრამ ვიღაცას რო სიტყვაზე უბანში აქვს გახსნილი პროფილაქტიკა, შეიძლება იმასაც შეეხოს, იმიტომ რომ გზეთის გამოცვლა ხდება და შეიძლება მიწელდეს. მან საბოლოო ჯამში რაზე დავაგეტყვი მე რა. ეგ ელიავას ამბავი გადაწყდება დღეს აი მიწის და უძრავი ქონების ფასი იზრდება რა. ანუ რაღაც იქნება რაღაც კრიტიკული ნიშნული, რომელზედაც იმ ელიავას ბაზრობის მეპატრონეებს დაუდგებათ, ასე ვთქვათ, წინ ისეთი ალტერნატივა, რომელიც იქნება უფრო ეკონომიკურად ეფექტიანი, ვიდრე დღეს ფუნქციონირებადი ობიექტები, ელიავის ბაზრობა რა. როცა ეს დაუდგება, არ დაჭირდება მაგათ ის რა ვთქვათ, დამატებითი ფუშინგი, ისინი მიიღებენ გადაწყვეტილებას, გაცემენ წერილებს, დაურიგებენ, რომ წარით ახლა ბიძე, აქ კორპუსები ნავაშენოთ და მან დამთავრდება ეს ამბავი რა. ხო, მაგრამ ეთქვა არ ხდება ეს. არ მანდ ხო და ეგ არის. ბაზარი არ მისულა იმ კრიტიკული ხო წერტილი, ან რაღაც, ან მე ეჭვი მაქვს, რომ შეიძლება ვაჭრობენ, უფრო მეტის მიღება უნდათ, იმიტომ რომ როცა იქით ხედავენ რომ ინტერესია ამისი ის ფლობელი სავარაუდოდ რა ვიცი და ვაჭრობაში ცუდი აფერი არა ვაჭრობს და მეტის გამოვაჭრება უნდა შეიძლება ეუბნება რომ ძმაო მე აქ კი ბატონო მაგრამ ელიავის ფულს შევოლობ და ამ ინვესტიცია უნდა გავაკეთო დიდი ხანი უნდა ველოდო და მოდი მომეცი მაშინ რა ვიცი კოეფიციენტი 1:6-თან მე რეუბნა არა 1:6 ხო არა იქნება 4-ნახევარზე დავთანხმდე და რაღაცა ეგეთი რაღაცა შურიმური იქნება ჩემი აზრით რა და როგორ დამთავრდება თუ ძალიან მოუნდება მე რეას მიიღ დათანხმდება ამას თუ რაღაცა მოკლედ რაღაც გადაწყვეტილება იქნება კი უბრალოდ ხალხას აი მაგალითად რა აი უბრალოდ ერთი პატარა მონარიდი რო წავიკითხო აი სიტყვაზე ამტვერებადი მასალა არის სამშენებლო მასალა ძირითადად ეს არის ცემენტი ეს არის ქვიშა ეს არის ნუ რაც შეიძლება გამოცვეს კი ბატონო დაჯიშ მაჯი რა ვიცი კი ბატონო აი მაგალითად ამტვერებადი მასალის განთავსება ან და რეალიზაცია დასაშვებია მხოლოდ შენობაში ნაგებობაში, რომელიც იქნება გადახურული სივრცის, შემოსაზღვრული კედლებით, კოლონებით, ან და სხვა შემოსაზღვრული კონსტრუქციით, გრუნტი დაფარულია ისეთი მყარი მასალით, რომელიც გამორიცხავს ამტვერებადი მასალის ნიადაგში მოხვედრას. აი ამას შენი აზრით, რამდენი ელიავაში რო დგანან და არა მარტო რამდენი დააკმაყოფილებს ამ წინადადებას შენი აზრით? იქ რამდენიმე გაკეთებული აი ერთი ის არის დახურული ტერიტორია, ეს რა ქვია, აშენდიო თუ რაღაცა ქვია, ეგეთ დაახლოებით ეგეთია გაკეთებული, რომელიც შემოისაზღვრა მეორე მხარეს და ეგეთი მასალა რაღაცა ბევრი მან მოხვდა, ხო, პავილიონები გააკეთეს. აი პავილიონები, აი მაგას თხოვენ რა, პავილიონები. ეგ გაკეთებულია უკვე რაღაც ნაწილში. ეს პროცესი ალბათ დაწყებულია. ნუ ეხლა არ ვიცი მე ის მხარე მარცხენა მხარე შეიძლება ელიავას ბაზრობას სხვა მესაკუთრეა, იმას სხვა მესაკუთრეა, მაგრამ აქეთ ამ მხარეს მარცხენა მხარეს ეგეთი რაღაც გაკეთებული ახლა როცა იმას სამაპიროზე გეხა და უყურება, აი მარცხენა მხარეზე გაკეთებული, მარჯვენაზე არა გაკეთებული. ხო და ნუ რაღაცა პონჩი ხო დაწყებულია და შეიძლება ნუ საბოლოო ჯამში დააკმაყოფილებენ მაგასაც რა. შეიძლება ხო, უბრალოდ ანუ ზოგადად ჩვენ ვიცით რომ რაც ხარჯი, რეგულაცია არის ხარჯი და ბიზნესი ან ბიზნესს ამ ხარჯს აკიდებ ის პროდუქციას გაგიწვირებს. ან პროდუქციასაც მომსახურებობას და შესაბამისად არა მარტო დისკომფორტი იმაშიც კი არ იქნება რომ შორს მოგვიწევს წასვლა რა ჩვენ ყველა მოქალაქეებს უფრო ძვირი ცხოვრება და სასიამოვნო ცხოვრება ძვირი ღირს კი ბატონო შვეიცარია ყველას მოწონს ყველას უნდა იცხოვრება მაგრამ ძალიან ძვირია ხო რავი მოკლედ ესეთი ამბები არის საკრებულოში ველოდებით ამ წლის ჯერ 11 დეკემბერია და იმედი მაქვს რომ დადგენილების პროექტი შემოგვივა სადაც ამის კიდე ერთი წელი გადავადება იქნება გათვალისწინებული ასე სერიოზულად მე რამდენადო ჩასაფრებული ხარ მაგრა რა კი უყურებ აი ამას ველოდები კონკრეტულად ამას ველოდები მაგრამ როგორც ჩანს ჯერჯერობით არ ღვევენ ტრადიციას კოცები რა მოკლედ დიდი მადლობა რომ გვიყურებდით ხალხო შემდეგ მეორე პარასკევამდე და მეორე პარასკევს უფრო ასე ვთქვათ ბიუჯეტის კანონპროექტები დაგვეწევა სხვა საკრებულოებში და უკვე ჩართვებით უფრო გეოგრაფიულად უფრო მეტს დავფარავთ მსჯელობის მოკლედ ვიდრე თბილისი იქნება ძალიან დიდი მადლობა და შემდეგ მეორე პარასკევამდე დიდი მადლობა წარმატებები და უკვე სამზადისია საახალწლო და აბა თქვენიცით. დროებით.
საუკეთესო არჩევანი, როცა რეიტინგული არხები გჭირდება. დაგვიკავშირდი ნომერზე 032 205 12 12. ჩაერთ Excel-ში სრულიად უფასოდ. Digital TV. შენთვის შექმნილი მაუწყებლობა.